გამარჯობა მოგესალმებათ მანოს შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობით ძვირფასო ტელემაყურებლებო. სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა სინდისის პატიმარს ძალიან მალე გათავისუფლებას უსურვებ ყველას. განსაკუთრებით მინდა გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას მდგომარეობას, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მალე გამოჯანმრთელება და რაც თავარია თავისუფლება მინდა უსურვო ელენეს. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. ვიწყებ ჩემ მონოლოგს რა თქმა უნდა ცენტრალური თემით. ბევრი ცენტრალური თემები გვაქვს. ძალიან კარგი მონოლოგი გვაქვს დღეს. არ დავიშალოთ. ცენტრალური თემი დიდი ვნებათა ღელვა ოპოზიციაში. 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. ნახოთ როგორ გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ესეთი ძალიან საინტერესო. პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგიყვანა იქ სადაც ვართ. ზოგადად მიშას ჩვევია იმპულსური გადაწყვეტილებები. რომ არა იმპულსური გადაწყვეტილებები იმ არაჟნის კონტეინერში რატო ჩაჯდებოდა? რატო ჩაჯდებოდა? ხო, ესეც იმპულსური გადაწყვეტილება იყო. ნაცებში ასეთი მდგომარეობაა. იქით თინა ბოკუჩავა ნაწყენი, აქეთ ნანუკამ ორივე ვიყოთო, ერთათო, თავმჯდომარეო. რა იქნება მომავალში არ ვიცი და ნაცების შიდა სამზარეულოში მე ხა არ ვერევი, მაგრამ ერთ სამზარეულოში 2 ქალის ყოფნა რით მთავრდება, ეს უკვე ყველამ ვიცით. ოპოზიციის ალიანსიდან ხმა გამოვიდა, მელია და გვარამიაც შეიძლება გაიყვნენო, რასაც არ უარყოფს გვარამია, მოკლედ ესენი შეიძლება დაიშალონ, იქეთ ნაცებში არეულობა, იქ ალიანსი ლანძღავს მიშას, ნაცები ლანძღავენ ალიანსის წევრებს, იქ შერგოლეიშვილი არ ინდობს არავის. ახლა ნანუკას მისდგა, მოკლედ ბიძინას წისქვილზე ისეთი წნევით მოთქრიალებს წყალი, რომ მარტო წყლის გადასახადმა შეიძლება გააკოტროს ეს ღვთისმიერი კაცი. აი ესეთი მდგომარეობა. გადავიდეთ ძალიან მძიმე თემაზე, ალბათ ყველა ვნახეთ ნოდარ მელაძის შაბათში გასული პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები. როგორ ურტყავენ დაჭერილ ადამიანს პოლიციელები, ათასნაირი მეთოდით და ძალადობენ მასზე. ნახოთ კახი კალაძის კომენტარი ამ ვიდეოებთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო კომენტარია კახის. რაც ვნახეთ ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება. მიზეს მგონი ყველა ვხვდებით რა არის, რომ ვნებათა ღელვა გამოეწვიათ საზოგადოებაში. მართალია, ამ კადრების მიზეზი იყო ვნებათა ღელვის გამოწვევა. თავის დროზე 2012-ში ქართულმა ოცნებამაც კი გაავრცელა ციხის კადრები და მერე ამ კადრებზე ჰეროკრატიაც კი გადაიღეს, მაგრამ მათი მიზანი ვნებათა ღელვის გამოწვევა კი არ იყო, არამედ ოსკარის აღება. ოსკარი უნდათ რო აეღოთ ამ ფილმში, მაგიტო გადაიღეს ეს ფილმი და საერთოდ არ ყოფილა აქ ვნებათა ღელვა საერთოდ შუაში. ქართული ოცნების ზოგადი პოზიცია იყო, რომ ეს კადრები ახალი არ არის. 4 წლის წინ გადაღებულია, ძველია უკაცო, ამით გაიმართლეს თავები. ისე მართალია კაცო, რა შუაშია აქ ქართული ოცნება, როცა 2021 წელს ნაცები და ედიკას მთავრობა კი არა, ნოე ჟორდანიას მთავრობა იყო ხელისუფლებაში, ხვდებით? რა შუაშია აქ ქართული ოცნება? ნახეთ რა ოსტატური გაправება მოიფიქრეს. არ შეწუხდნენ, არც გაწითრდნენ, არც მოერიდათ, დახედეს და ეს ძველია კაცო კადრებზე. ანუ ოცნება საკუთარ ძალადობას უყურებს ისე, აი როგორც შოკოლადს. ეს ძველია კაცო ადაგასული, არ ვარგა. და 2012-მდე ძალადობას უყურებენ როგორც კონიაკს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ემატება გრადუსს სიმძაფრე და სიძველე და აი ამ სიძველე, აი უფრო ემატება ფასი, ხო იცით, მაინც ძველი როა. აი ეს კონიაკივითაა 2012 წლამდე ძალადობები. აი ახლა იცით რაზე მეფიქრება, კიდევ კარგი რომ ჩვენმა საზოგადოებამ 2012 წლიდან დღემდე
სიბრაზის მართვა ვისწავლეთ ხალხო და აი ასე არიფებივით ყველა სისტემურ დანაშაულზე მთავრობის გადადგომა არ გვინდა. და ახლა რომ სააკაშვილის პერიოდი იყოს და ჩვენ ისევ ის დამპალი ევროპული აზროვნება გქონდეს, წამში შევცვლიდით და დამნაშავე ხელისუფლებას. წამებში. ეს არის. კი, ახლა ვისწავლეთ ჭკუა მოთმინება გვაქვს ძალიან დაღვინებული აზროვნება გვაქვს ხალხს. კიდე ერთი გაპრავება მოიფიქრეს კოცებმა, ეს სისტემური კი არა, ერთეული თურმე შემთხვევები ყოფილა, ეს ერთეული შემთხვევები სისტემაში, ხო? ეს სისტემური მართლა სიმართლე თქვა დაცების დროს იყო, ამ დროს არის ერთეული შემთხვევები. აი როგორ დამამშვიდეს, ისეთი შვიდი, აი მართლა რომ დამამშვიდეს, ესე ძალიან კარგად. ესე თითო კანტიკუნტად თუ დაასახიჩრებენ ეს პოლიციელები, ხა მასიური კი არ არის. აი თითო სადღაცას თუ აი ვიღაცა სადღაცას წებს რა პრობლემა. პრინციპში იმდენი მილიონი კაცი ვცხოვრობთ. 1-2 კაცის დასახიჩრება კი უნდა ავიტანოთ რამენაირად. არც შეეტყობა ქვეყანას. რა შეეტყობა? არ შეეტყობა. მიყვარს ქოცური ლოგიკა, საერთოდ არ გჭირდება აზროვნება ადამიანს. საერთოდ. გადავიდეთ ქართული ოცნების მორი კორუფციულ სკანდალზე. პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა საქართველოს რკინიგზის ყოფილშეფზე, რომელსაც 20 მილიონამდე აქვს შეჭმული რკინიგზაში. მაგრამ რომ დაუკვირდეთ, ეს კორუფცია ახლა კი არ მოხდა. 2019 წელს იყო, კაცო, 2019 წლიდანო. და მაშინ ხო ხელისუფლებაში ნოე ჟორდანიას მთავრობა არ იყო, მახსოვს, კაცო. არც ნაცები ყოფილა, არც ეძიკა, არც აი ნოეს მთავრობა იყო. ოცნებასთან მართლა რა კავშირი აქვს? ამას ახლა მართლაც არ ვიცი. კიდევ კარგი ბიზნეს მართლობის დროს არ ხდება ეს ყველაფერი. ხო, ვერ გაუბედავდნენ ბიზნესს. ესენი ამას ბიზნესს ვერ გაუბედავდნენ. გახსოვთ ხო, რამდენიმე წელი რკინიგზა ზარალზე რომ მუშაობდა. ეს სახელმწიფოსთვის მუშაობდა ზარალზე, თორე რკინიგზის შეფისთვის მუშაობდა მოგებაზე, ჩვეულებრივად. მართალია სახელმწიფომ წააგო, მაგრამ ვიღაცამ ხო იხეირა. ვიღაც გადამთიელმა კი არა, თან ქართველმა იხეირა ხალხო. ანუ რაღაცა ხო გაკეთდა რა, ერთი ადამიანი მაინც ხო აშენდა და გაკეთდა. ნუ ესეც შევხედოთ პოზიტიურად. სანამ შემდეგ თემაზე გადავალთ, მინდა მივმართო ბრიტანეთის მთავრობას. მოვითხოვ გადაიხედოს ტელეკომპანია იმედის დასანქცირების საკითხი. მოხსენით სანქციები ტელეკომპანიას, რომელიც გვაწვდის საციცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციებს. აი მაგალითად, ეხლა აი მთელერს აინტერესებს, რომელ ადგილზეა საქართველოს ევროპასა და მსოფლიოში კოორდინირებული მთავრობის მმართველობის ინდექსი. აი რომელ ადგილზე ხო ყველას გაინტერესებს. მოდი აბა ვნახოთ იმედის კარტა. კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13-ზე, მსოფლიოში 24 პოზიციაზე გავიდა. ხედავთ? რომ არა იმედი ვერასოდეს ვერ გავიგებდით, რომ კოორდინირებული მმართველობით მთავრობა ასეთ მოწინავე პოზიციაზე გავიდა. გინდათ რომ ჭურში ვიჯდეთ? თუ რა ხდება ბრიტანეთო? კოორდინირებული მმართველობის გარდა კიდევ გვაქვს მიღწევები საქართველოს მთავრობა მუხჩაუხრელი სინქრონული შრომით, უნისონური ქათინაურების შესხმით და გადაჭარბებული ბოჰემური ყოფით სოფლიოს ხუთეულში. ეს ნამდვილად ვიცი. ქართული ოცნების მმართველობის მე-14 წელს ქვეყანა ჩაფლულია კორუფციაში, სამართალდამცავ ორგანოებში ძალადობის პიკია და ვნახოთ ამ დროს რა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა. თქვენ კიდე იძახით ძლიერი პარტნიორები არ აგვყავსო ოცნებასო. რად გვინდა გერმანია, რად გვინდა ევროპა, ბრიუსელი, ვაშინგტონი, როცა ჩვენ გვერდით დგას უძლეველი კუეიჭოუ. დიდგანვე საქართველოს გვერდით იდგა კუეიჭოუ და კუეიჭოუელები. ხალხი, კუეიჭოუელების ხალხი. მოსახლეობა. თქვენ გონიათ მხოლოდ კუეიჭოუზე შევჩერდით? არა, ნახოთ მორიგი სასიხარულო სიახლე კასპიდან. გვინდა კასპისა და იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის დაძმობილება, ანუ ესეთი სურვილი აქვს.
კასპი იმიტომ დაუძმობილდა, რომ კასპელებმა ნახონ როგორ გამოიყურება 22 საუკუნის სოფლიო თავისი ტექნოლოგიებით და იაპონია იმიტომ დაუმეგობდა, რომ ნახონ როგორ გამოიყურება შუა საუკუნეების დროინდელი ქალაქის მოდელი ზოგადად როგორია. თანამ გაცხადებაში აღნიშნეს, რომ ჩვენ ქალაქებს შორისო ბევრი საერთო აქვსო ჩვენ ქალაქებსო. ეს აღნიშნეს, რომ კასპის და იაპონიის ქალაქს, ერთ-ერთ ქალაქს აქვს ძალიან ბევრი საერთო. საერთო რო თქვა, პირველი რაც გამახსენდა, ეს იყო კასპური სუში. ეხლა პირველი რაც მომივიდა აზრში, ხა პირველი სუში ხომ კასპში გადაახვიეს, მე მახსოვს. და ბოლოს ჩანგალი კასპელებმა როდის იხმარეს, აღარც კი მახსოვს, ხაშლამასაც კი ჩხირებით ჭამენ იმით. მე ვერ ვისწავლე იმის დაჭერა და იქ უკვე ხაშლამას ჭამენ და ასე შემდეგ. დაძმობილება კარგია, მაგრამ რისკებზეც უნდა ვიფიქროთ. იაპონური კულტურა კასპში კი არის. თავარია იაპონური გეი წყვილების მიგრაცია არ მოხდეს კასპში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გეი წყვილების ქორწილი კი აიკრძალა მან კასპისმერის უშუალო ჩართულობით. მაგრამ გეებს ისე აქვთ ფესვები გადგმული, მაგათ ბოლომდე მაინც ვერ ამოძირკვავ. ნაწილი ტყეში ყოფილა გახიზნული. და ნაწილიო თურმესა კასპის სოფლებს აფარებსო თავსო. ტყეში ქონიათ მოწყობილი ხალხო ეგეთი არამე მოწყობილი საქორწილო ქოხები. საქორწილო ქოხები. გეიკერებთან ბრძოლა ძალიან რთულია. თან კასპი რელიეფურად რთული რეგიონია. ამ ჭიუხვებში ჯიხვები ვიდახტიან გეები. ძალიან ძიმე მდგომარეობა. ეს ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც შემოგთავაზა ახალი დასავლური პარტნიორი. სერბეთის პრორუს ლიდერთან ვუჩიჩთან შეხვედრაზე მან ასეთი სიტყვები თქვა: სერბეთს ყავს გამორჩეული ლიდერიო. მოკლედ ზედმეტი შრომაც აღარ უწევს კობახიძეს, ნებისმიერი ტექსტი უნდა აიღოს და ორი სიტყვა შეცვალოს: უნგრეთი და ორბანი. ჩაანაცვლოს სერბეთი და ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი. დანარჩენი იგივე რჩება. გაუმარტივეს კაც საქმე. ეს კობახიძე ორბანთან ხო ჩადიოდა კვირაში ორჯერ. ახლა ვუჩიჩს უნდა აუტალახოს რეზიდენცია. ვეღარ ხვდება ქართული ოცნება, რომ ამ პრორუსული ლიდერები დაეფანტნენ ფოთლები, ზოგი ომის ქარის ხალხში, ზოგი მშვიდობაში. ქართული ოცნება, რომ ასეთი საერთაშორისო პარტნიორებს პოულობს და მუდმივად რომ ძლიერდება, სწორედ ამის გამო ფიქრობს მამუკა მდინარაძე, რომ ბატონ ბიზინას ნახევარი მსოფლიო ებრძვის და ამის გამო აქვს გარკვეული შიშები. ნახოთ მამუკას საინტერესო ფრაზა. ივანიშვილის დონის კი არა, ნებისმიერი შეიძლება ვიღაცამ გააგოროს უკაცრავად ამ გამოთქვისთვის. ისი ამ წამოწდენის მერე მამუკა მდინარაძეს რამდენჯერაც ციმა ოფლმა დაასხა. ეს რა ვთქვიო, იმდენი გახარება გქონდეს ძვირფასო მეგობრებო, სრულიად საქართველოს. ვაიმე მამუკა, ეს რა წამოგცდა. ეს რა წამოგცდა. ბიძინას კიდე ეგუნდოდა, ისედაც შემორაგულ ჯავშანში ზინავს და არ არის გამორიცხული ამ განცხადების შემდეგ მამუკა იმ გაურკვეველი თანამდებობიდანაც გააგოროს ბიძინამ და მიაგოროს რომელიმე სასჯელ ახსულების დაწესებულებასთან, როგორც მიაგორა სხვები წინაზე. მონოლოგი დავიწყე ქართული სამართალდამცავ ორგანოებში ძალადობის თემით და მინდა გავაგრძელო ისევ ამ თემით. მე მინდა შემოგთავაზოთ ქართული ოცნების აჭარის უზენაეს საბჭოს დეპუტატის ნადიმ ვარშანიძის კომენტარი ძალადობასთან დაკავშირებით. ნახოთ ეს ვიდეო. რომელი ყოველივე ძალადობის მიმართ ვარ გულგრილი. გულგრილი ხარ ძალადობის მიმართ? ძალადობის მიმართ ვარ. ყოველგვარი ძალადობის მიმართ ვარ გულგრილიო. ამ კაცმა არ იცის სიტყვების მნიშვნელობა აშკარად. შეიძლება ასეთი ფრაზების ეთქვა. ისეთი გემრიელი იყო მწვადი, გული მერევა, მაგალითად. ბატონმა ბიძინამ თავის ქველმოქმედებით გული გამიწყალა. ჩემი სამშობლო მიყვარს გულღრძოთ. აი ესეთ წინადადებები რო თქვას არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ არ იცის მნიშვნელობები წინადადების და ამიტომ ეს ამ სიტყვის. ვაგრძელებთ ქართული ოცნების ინტელექტუალური გუნდიდან კომენტარების პრეზენტაციას. ამჯერად შემოგთავაზებთ ნაწყვეტს აჭარის მთავრობის სხდომიდან, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენელი დავით თედორაძე
საკუთარ აზრს გამოხატავს ზია ამაღლობელთან დაკავშირებით. დაახოთ. ზია ამაღლობელი რამდენ ხანს უნდა ვიცახოთ? ზია ამაღლობელი კრიმინალია. ხო და დავარქვათ სახელი რაც არის. და სპეკულიანტობს რომ თითქოს ჩვენს რესპუბლიკაში იზღუდება თავისუფალი მედია. მე უამრავი მეგობარი მყავს. ნუ სპეკულიანტობთო, ეს მოდი გავატაროთ ისე მეგობრებო. ნუ სპეკულიანტობ, ეთქმა რაღაცა გამჯდარი სპეკულიანტობა თვითონ გავატაროთ და უფრო საინტერესო სიტყვაზე გავამახვილოთ ყურადღება, თავისუფალი მედია. მართალია ეს კაცი ჩვენს ქვეყანაში მედია თავისუფალია, ამიტომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს რომ გახდეს ევროკავშირის სრულმეტრაჟიანი წევრი. 2012 წლის შემდეგ ჩვენ ქვეყანაში არასოდეს შეზღუდულა თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი იაზონი, რაც ეს ვიცით. და ზოგადად რომ იცოდეთ, კოლხეთის მედია იყო პირველი ჟურნალისტი ქალი და მაგის მერე დაერქვა მედიას მედია. ეს უნდა გავითავისოთ და ვიცოდოთ. ბატონო დავით, ამ ქვეყანაში რომ მედიკო თავისუფალია, მაგას წყალი არ გაუვა. გეთანხმებით. მაგრამ ტელეკომპანია იმედი რომ თავისუფალი მედიკოა, მაგაზე შეიძლება ვიკამათოთ. მე ჩემი მხრივ ერთს გეტყვით რომ საზოგადოებრივ მედიკოს დამოუკიდებლობისთვის ვაგრძელეთ ბრძოლას და აუცილებლად დავამარცხებთ საზოგადოებრივ მედიკოს ბორდის უფროს ვასიკოს. იმიტომ რომ სად მიკერძოებული ვასიკო და სად დამოუკიდებელი მედიკო. აი ეს მინდოდა მე თქვა ძვირფასო მეგობრებო დღეს. სად მიკერძოებული ვასიკო და სად დამოუკიდებელი მედიკო. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი ერთი სიტყვით. შევეხე ყველა თემას, რაც ამ კვირაში იყო და იმედია არ იქნება სპეკულიანტობა იმაზე, რომ რამე შეგნებულად გამოვტევო, იმიტომ რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ დამოუკიდებელ მედიაში ვმუშაობთ აქ. მედია მედიკოში, მედიკულაში, რასაც მანდავარ. დიდი მადლობა, იმედია ჩემ შოუს სულმალე გააფორმებდი, თამუნა ლეკვიშვილის ხელმძღვანელს მადლობთ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinex-ი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.